საკუთრე უფლებების დაცვა. თემა, რომელიც სულ უფრო აქტუალური ხდება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ონლაინ ვაჭრობა სწრაფად იზრდება, ხოლო მომხმარებელთა გამოცდილება კი ხშირად სტანდარტებს ვერ პასუხობს. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მონაცემებით მიმდინარე წლის პირველი 8 თვის განმავლობაში მომხმარებელთა მიმართ უფლებების დარღვევის 98 ფაქტი დადასტურდა 157 საქმეზე. საქმე სტუდიაში არის ამათ ამარობი, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და სწორედ მასთან ერთად ვისაუბრებთ და გავიგებთ, რა ტიპის დარღვევები ფიქსირდება ყველაზე ხშირად, როგორ მიმდინარეობს მათი მოგვარების გზები და რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა საკუთარი უფლებების დასაცავად. მოგესალმებით. დილამშვიდობისა და მადლობა მომბრძანებისთვის. დიდი მადლობა პირიქით თქვენ, საკითხი დაინტერესებისთვის. დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენს მაყურებლებს. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ პირველ 8 თვეში დაფიქსირდა 828 განცხადება. მოდით მოკლე ექსკურსი დავიწყოთ. სულ რაღაც 3 წელია, რაც მოქმედებს საქართველოში. მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონმდებლობა აქამდე 2022 წლამდე მომხმარებლებს და ჩვენს მოქალაქეებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა მარტივად და ეფექტურად დაეცვათ საკუთარი უფლებები, უწევდათ სასამართლოში სარჩელების შეტანა და სასამართლოს მეშვეობით საკუთარი უფლებების დაცვა. 2022 წლიდან აღნიშნული შეიცვალა, ამოქმედა ჩვენი კანონი და პასუხისმგებელი მომხმარებლის უფლებების დაცვაზე გახდა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო. შესაბამისად 2022 წლიდან ძალიან მარტივად ჩვენს ვებ-გვერდზე არის განთავსებული უმარტივესი ფორმა, ნებისმიერ მომხმარებელს და მოქალაქეს შეუძლია შეავსოს და გამოაგზავნოს ჩვენს ელექტრონულ პოსტაზე. 2022 წლიდან ჩვენ მივიღეთ არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, შემოვიდა უამრავი განცხადება. თუ შევადარებთ 2022 წლის მონაცემებს და დღევანდელ სტატისტიკურ მონაცემებს, დავინახავთ, რომ საქმეების რაოდენობა გასამაგებულია და ხშირ შემთხვევაში გაოთხმაგებულიც არის. თუ 2022 წელს, როდესაც დავიწყეთ საქმეების განხილვა, თვეში შემოდიოდა დაახლოებით 10-15 განცხადება, დღეს თვეში შემოდის დაახლოებით 100-მდე განცხადება. ამასწავლეთ მომხმარებელთა უფლებების არსი გავიგეთ თუ დარღვევებმა იმართა? ზუსტად ამის თქვა მინდოდა, კი, ცნობიერება ამახდა. ცნობიერება მომხმარებლებში ამახდა, ინფორმირებულობა გაზრდილია. შესაბამისად, უკვე იციან, ვის უნდა მიმართონ, უკვე იციან, რა უფლებები გააჩნიათ და როგორ უნდა დაიცვან საკუთარი უფლებები. რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა და საამაყოა ჩვენი სააგენტოსთვის. ძირითადად პრობლემები და საჩივარი, რაც მომხმარებლების მხრიდან შემოდის სააგენტოში, რა მიმართულებებით არის? ეს უფრო ონლაინ სავაჭრო მიმართულებაზე არის და მათ შორის საინტერესოა, ეს არის მსხვილი ბიზნესი, წვრილი და მათ შორის ონლაინ უბრალოდ პლატფორმა, საიდანაც მომხმარებლები უკვეთავენ და შეკვეთების ეს სახეთ საინტერესო არის, სად არის ნაკლოვანებები. კი ბატონო, ძირითადად შემოდის ონლაინ ვაჭრობის სექტორში განცხადებები, ან დაახლოებით 70% მოდის ონლაინ ვაჭრობაზე და 20% ჩვეულებრივ მაღაზიაში, ადგილზე ვაჭრობის შემთხვევებში. რა თქმა უნდა, ამას გააჩნია თავისი ფაქტორები და განმაპირობებელი ფაქტორები, ანუ პანდემიის შემდეგ თითქმის მთელი მსოფლიო გადავიდა ონლაინ ვაჭრობაზე. გარდა ამისა, ონლაინ ვაჭრობა არის ძალიან მოსახერხებელი, დროს გვიზოგავს და შესაბამისად ონლაინ ვაჭრობის სექტორზე უფრო დიდი წილია. გარდა ამისა, ონლაინ ვაჭრობის დროს გაცილებით მარტივია მომხმარებლის უფლებების დარღვევა. იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ვყიდულობთ ნივთებს, ძირითადად ბოლომდე არის შეხებაში მაინც არ ახარ ხო? კი, ანუ ადგილზე როდესაც ვარჩევ, ჩვენ ვეხებით, ვათვალიერებთ. კი ბატონო, ამის შესაძლებლობა არ გვაქვს ონლაინ, შესაბამისად ონლაინ ვაჭრობის სექტორზე უფრო დიდია წილი. ძირითადად მომხმარებლები ითხოვენ დაზიანებული ნივთის შეცვლას ან შეკეთებას, ან გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. რაც შეეხება ბიზნესებით რო დავყოთ, შემოდის განცხადებები როგორც მსხვილ ბიზნესზე და ამ 3 წლის განმავლობაში საქართველოში არსებულ თითქმის ყველა მსხვილ ბიზნესზე იყო ჩვენთან წარმოება დაწყებული და საკმაოდ ეფექტურად და სწრაფად დასრულდა და რა თქმა უნდა არის ძალიან ბევრი განაცხადი საშუალო და მცირე ბიზნესზე. თუ ონლაინ სექტორზე ვისაუბრებთ, ეს არის ძირითადად სოციალურ ქსელებში ვაჭრობა, ეს არის Instagram-ი, Facebook ჯგუფები, ზუსტად ამ ჯგუფებში მოდის მცირე ბიზნესის ნაწილი.
გეოგრაფიულად როგორ ნაწილდება ეს პროცენტული მაჩვენებელი შემთხვევებისა და საჩივრებისა? ალბათ ამ შემთხვევაში თბილისი შეიძლება უფრო ლიდერი იყოს მასშტაბებიდან გამომდინარე, თუმცა რეგიონების კუთხით რომელი რეგიონი არის სხვათა შორის ეს სტატისტიკური მონაცემები შეიცვალა 2022 წლიდან, როდესაც ამოქმედა ეს კანონი. თითქმის 100% განცხადებები შემოდიოდა თბილისის რეგიონიდან. ანუ განცხადებების 99%. დღეს მდგომარეობით ეს სტატისტიკური მონაცემები შეიცვალა, 79% მოდის თბილისზე, შემდგომ მოდის უკვე მაჭარა, იმერეთი, კახეთი და სხვა რეგიონები. ამასაც გააჩნია გარკვეული ფაქტორები და ახსნა შეგვიძლია ამ 3 წლის განმავლობაში ჩვენ ვესტუმრეთ და ჩავედით არაერთ ქალაქში და არა მხოლოდ დიდ ქალაქებში. ჩვენ ჩავდიოდით პატარა ქალაქებში, სოფლებში, აქტიურად დავდივართ სკოლებში და უნივერსიტეტებში. შესაბამისად, ამან გამოიღო შედეგი და დღეს მდგომარეობით აქტიურად არის ჩართული საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი და ქალაქი. იქნება ეს დიდი ქალაქი თუ პატარა ქალაქი. ამათ როგორი არის მექანიზმი აი ამ პრობლემის მოგვარებისა სააგენტოს მხრიდან და რამდენად ეფექტურია ეს მექანიზმი, ეს ჯარიმა იქნება თუ სხვა მხრივ და სხვა გზები მოგვარების მომხმარებლის უფლებების დაცვის რამდენად მუშაობს და თუ არის ამაში იმაზე ფიქრი საჭირო, რომ რაიმე შეიცვალოს? სტატისტიკური მონაცემებით მიანიშნებს იმას, რომ აღნიშნული ეს მუშაობს, თუ დავაკვირდებით სტატისტიკურ მონაცემებს, დავინახავთ, რომ შეთანხმებით დასრულებული დავები ან მორიგებით დასრულებული დავები ყოველთვიურად აღემატება დარღვევის დადასტურების ფაქტებს. გარდა ამისა, ჩვენი კანონი უფრო არის პრევენციული ხასიათის, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, როდესაც ჩვენ დარღვევას ვადგენთ, ამ შემთხვევაშიც ჩვენ არ გადავდივართ საჯარიმო სანქციაზე. პირველ რიგში ჩვენ მოვაჭრეს განვუსაზღვრავთ გონივრულ ვადას და ვეუბნებით, რომ აღნიშნულ ვადაში აღმოფხვრას ხარვეზები და მხოლოდ უკვე ამ შემთხვევაში, როდესაც მოვაჭრე უარს აცხადებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულებაზე, უკვე გადავდივართ საჯარიმო სანქციაზე. ხშირ შემთხვევაში საჯარიმო სანქცია საკმაოდ სოლიდურია. მოვაჭრის წინა ფინანსური წლის ბრუნვის 2%-მდე შეიძლება იყოს ჯარიმა. შესაბამისად მაქსიმალურია კი. შესაბამისად, ანუ ეფექტურობის ნაწილში საკმაოდ ეფექტურია და მიხარია, რომ დღეს მდგომარეობით პროცენტული მაჩვენებელი დაჯარიმებული მოვაჭრეების არის ძალიან მცირე. თუნდაც წლევანდელ მონაცემებს თუ გადავხედავთ, 838 განაცხადი მივიღეთ და მხოლოდ 50 მოვაჭრე დავაჯარიმეთ. შესაბამისად, ვხედავთ, რომ მზაობა მოვაჭრეების მხრიდან მაღალია და სურთ თანამშრომლობა ჩვენთან, სურთ რომ მოიყვანონ შესაბამისობაში თავიანთი პოლიტიკა და რა თქმა უნდა ეს შეიძლება ითქვას თუ არა რომ -50 შემთხვევა რომელიც თქვენ ბრძანეთ. დანარჩენი მორიგებით ან გამოსწორებით დასრულდა თუ რა არის კიდე სხვა ალტერნატივები ამ ყველაფრისა? ჩვენ შეგვიძლია ან დავადგინოთ დარღვევა, ან პირიქით არ დავადგინოთ დარღვევა და მესამე ალტერნატივა არის ყველაზე კარგი როგორც მოვაჭრისთვის, ასევე მომხმარებლისთვის, ეს არის შეთანხმებით, ან პირობით შეთანხმების გაფორმებით დავის დასრულება. ამ შემთხვევაში ჩვენ არ შევდივართ დავაში, მოვაჭრე გვთავაზობს ამ შეთანხმებას. ჩვენ თუ ვუყურებთ, რომ აღნიშნული ქმედებით აღმოიფხვრება ის ხარვეზები, აღუდგენ სავარაუდოდ დარღვეულ უფლებას მომხმარებელს, პოლიტიკას შეცვლის, პირობითად 14-ღიან დაბრუნებაზე ალბათ ხსმენიათ, თუ არა აქვს ეს ნაწილი გაწერილი პოლიტიკაში, გაწერს და ამით ვასრულებ დავას. და ყოველ თვე აღნიშნული შეთანხმების რაოდენობა აღემატება დარღვევის დადასტურების რაოდენობას. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ახლა ვინც სოციალური ქსელების მომხმარებლები ვართ, ხო, გააქტიურებული არის Instagram გვერდებზე გამოწერების გვერდები, ხო, ეგრეთ წოდებული page-ები, საიდანაც შეუძლიათ ადამიანებმა მაგალითად თავის ტანსაცმელი შეიძინონ. თუმცა არანაირი ბიზნესსა და მომხმარებელს შორის არანაირი დოკუმენტაცია არ დგება. ხო, მე ვიყიდე ტანსაცმელი, მივიღე, მაგრამ ან ხარვეზი აღმოაჩნდა, ან რეალურად გამომდინარე იქნება დოკუმენტაცია არ არის არანაირი შედგენილი. თუ აქვს ბიზნესის მხრიდან მეწარმეს უფლება რომ ან არ დაიბრუნოს ეს ნივთი, ან თანხა უკან არ დამიბრუნოს, ან არ შემიცვალოს ნივთი და ამ შემთხვევაში მომხმარებელმა რა უნდა გააკეთოს? ანუ რა შემთხვევაში მიუმართო მე სააგენტოს, რა დოკუმენტაცია მჭირდება ამისთვის, დოკუმენტური მტკიცებულება იმისთვის რომ თქვენ მიიღოთ ჩემი სარჩელი და თუ მჭირდება, არ ვიცი, ან სამართლებრივი რაღაცა ცოდნაც მომხმარებელს იმისთვის რომ ბოლომდე მივიყვანო ის და დავიცვა ჩემი უფლება ბოლომდე. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ
დოკუმენტური რაღაც შეთანხმება და ხელშეკრულება აუცილებელი არ არის, როდესაც ჩვენ ვიხდით თანხას, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე შევდივართ მოვაჭრესთან და გამყიდველთა სამართლებრივ ურთიერთობაში და ჩვენ შორის მყარდება სამართლებრივი ურთიერთობა. თუ ჩვენ არ მივიღეთ ნივთი, ან მივიღეთ ნივთი, რომელიც არის დაზიანებული. აქ სამართლებრივი ცოდნა არ გვჭირდება, ყველა მომხმარებლისთვის ძალიან გასაგებია და ნათელია. როდესაც მიიღებს შეთანხმებისგან განსხვავებულ ნივთს, ბუნებრივია, უჩნდება აღქმა, რომ მისი უფლება დარღვეულია და ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა იცოდეს, რა გააკეთოს და ვის შეუძლია მიმართოს. საუბრის დასაწყისში მე ვახსენე განცხადების ფორმა, იმდენად მარტივია, რომ არანაირი სამართლებრივი ცოდნა არ სჭირდება მომხმარებლებს, არც ადვოკატების აყვანა, არც ზედმეტი ფინანსური ხარჯები. ჩვენ გვჭირდება მხოლოდ მომხმარებლის სახელი, გვარი და მონაცემები, მოვაჭრის მონაცემები და მოკლე აღწერილობა თუ რა შეემთხვა მომხმარებელს. მეტი არაფერი არ გვჭირდება, გვიგზავნის ელექტრონულ პოსტაზე, იქამდე შეუძლია დაგვირეკოს ცხელ ხაზზე 15-20-ზე და ჩვენ მაქსიმალურად გავუწევთ კონსულტაციას და როგორც კი მივიღებთ ამ განცხადებას ერთი თვის ვადაში, ჩვენ ვიწყებთ მოკვლევას, ვაცნობებთ მოვაჭრეს და ვიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. მეტი ჩართულობა და მეტი რაიმე დოკუმენტის წარმოდგენა აუცილებელი არ არის, რა თქმა უნდა, ის მიმოწერა და რაიმე სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი, ხო, ეს სურათები იქნება დაუშვათ. სკრინები, გამოვიწერე პირობითაც შავი მაისური მომივიდა თეთრი მაისური, ხო? ანუ სკრინებს ვაკეთებ, სურათებს ვუღებ და ვუგზავნი სააგენტოს. ელემენტარული მტკიცებულება. ელემენტარული მტკიცებულება კი. თუმცა, რა თქმა უნდა, სასურველია რომ მტკიცებულება გქონდეს, მაგრამ თუ მტკიცებულება არ გვაქვს, არც ეს არის დამამტყოლებელი გარემოება, ჩვენ აუცილებლად მივმართავთ მოვაჭრეს და მოვაჭრეზეა უკვე მტკიცების პირთი, რომ ნამდვილად გადასცა ის ნივთი, რაზეც შეთანხმდნენ. და თქვენ ახსენეთ დაბრუნების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაშიც, როგორც მომხმარებლებმა, ასევე მოვაჭრეებმა ჯერ კიდევ ბევრმა არ იცის, რომ ონლაინ შეძენილი ნივთი შეგვიძლია დავაბრუნოთ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე 14 დღის ვადაში. არ არის აუცილებელი, რომ ეს ნივთი იყოს დაზიანებული, გაფუჭებული ან რამე სჭირდეს. უბრალოდ არ მოგვეწონა ვერ მოვირგეთ მაგალითად ტანსაცმელი, ხო? ან შეიძლება ჩვენ გამოვიწეროთ კონკრეტული ზომის ტანსაცმელი, მაგრამ უბრალოდ ვერ მოვირგოთ, იმიტომ რომ განსხვავებული იყოს დიზაინის, ხო? ამ შემთხვევაში შეგვიძლია დავაბრუნოთ ნებისმიერი ახსნა-განმარტების გარეშე. უბრალოდ ნებისმიერ პირთან ამათ, იმიტომ რომ არიან პირობითად ისევ ინსტაგრამზე არიან მცირე მეწარმეები, დარეგისტრირებული როგორც მეწარმეები, არიან უბრალოდ ფიზიკური პირები, რომლებსაც უბრალოდ საკუთარ ანგარიშზე ურიცხავთ თანხას. მეცაც გეტყვით, არ არის აუცილებელი რომ იყოს სადმე დარეგისტრირება ჩვენი კანონის მიზნებისთვის. ფიზიკური პირიც კი, რომელიც ვაჭრობს და რომელიც ახორციელებს ხო გაყიდვის რაღაც პროცედურებს, ვალდებულია დაიცვას აღნიშნული კანონი. ბოლო კითხვა. თქვენ აღნიშნეთ, რომ მომხმარებლის ცნობიერება გაიზარდა ამ ბოლო 3 წლის განმავლობაში. მომართვიანობის ზრდის პარალელურად, რაც ბრძანებთ, რომ ამასთან არის კავშირში. რამდენად გამოსწორების გზაზეა, მოდი ასე ვიტყვი, მეორე მხარე, რომელსაც პირობითად მოვაჭრეებს, სერვისის მიმწოდებლებს თუ პროდუქციის მიმწოდებლებს ვეძახით, იქნება ეს ბიზნესი თუ სხვა სტრუქტურები. ხედავთ თუ არა ტენდენციებს, რომ იქაც სხვადასხვა პრეცედენტული თუ არაპრეცედენტული შემთხვევების გამო უფრო მეტი პასუხისმგებლობით ხდება მომხმარებელთან ურთიერთობა. კი, დაგეთანხმებით, ანუ 2022 წლიდან და საუბრის დასაწყისში ვახსენეთ მცირე და მსხვილი ბიზნესები. როგორც გითხარით, აი მსხვილ ბიზნესებზე მაგალითად თითქმის ყველა მსხვილი ბიზნესი მოვიცავით და ყველასაა გამოსწორებული პოლიტიკა და პირადი გამოცდილებიდანაც გეტყვით, ძალიან მსიამოვნებს, როდესაც შევდივარ ისეთ მაღაზიაში, რომელთანაც შეხება ჯერ არ ვქონია და განცხადება არ შემოსულა, მაგრამ ვხედავ, რომ გაწერილი აქვს პოლიტიკა და კანონშესაბამისი პოლიტიკა არის და ნამდვილად ეს არის ძალიან სასიხარულო და მიხარია, რომ ჩვენი ჩართულობის გარეშეც მოვაჭრეებს უკვე გააზრებული აქვს და იციან რა ვალდებულებები გააჩნიათ და რა უფლებები გააჩნიათ მომხმარებლებს. ამიტომ უმეტესწილად ეს პრობლემა აღმოფხვრილია, თუმცა დარჩენილია, რა თქმა უნდა, ყველა მოვაჭრეს განცხადება ჯერ არ შემოსულა და მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, პროცესი ეს არის განგწობადი პროცესი. ამათ ამარავია, ქალბატონებო და ბატონებო, მადლობა მას მობრძანებისთვის, იგი კონკურენციის სააგენტოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გახლავთ. მადლობა მას სტუმრობისთვის და ძალიან შინაარსიანი ახსნა-განმარტებებისთვის. წარმატებები.